ძალა ერთობაშია, ძალა ევროპაშია. შაბათის ტრადიციული მარში ევროპის დღეს ეძღვნება. საქართველოს ევროკავშირის დროშებით ხელში მსვლელობა ფილარმონიიდან პარლამენტთან გადაინაცვლა. 9 მაისი ევროპის დღეა, ეს ჩვენი დღეცაა, არავის ჭერია ხელში ევროპის დროშა ისე ამაყად როგორც ქართველებს. აცხადებენ აქციის მონაწილეები. ფიცის დადებისთანავე უნგრეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა უნგრეთის პრეზიდენტს გადადგომა მოსთხოვა. მადიარმა პარლამენტის ტრიბუნიდან ტომას შუიუკის მოუწოდა 31 მაისამდე დატოვოს თანამდებობა, რადგან უნგრეთის გაძარცვაზე პასუხისმგებლობა მასაც ეკისრება. მადიარმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის გარდა თანამდებობები უნდა დატოვონ წინა სისტემის პოლიტიკურმა მსახურებმა. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა უკრაინის შეერაღებული ძალების მაღალ ჩინოსნის მკვლელობა აღკვეთა. დაკავებულია ქილერი, რომელსაც რუსეთის დავალებით უკრაინელი სამხედრო დღეს 9 მაისს მისივე სახლთან უნდა მოეკლა. უკრაინის კონტრდაზორვამ დაგეგმილი თავდასხმა ერთი დღით ადრე ჩაშალა. რუსებმა ტრამპის შუამავლობით დადებული სამდღიანი ზავი დაარღვიეს. როგორც მოსალოდნელი იყო უკრაინის წინააღმდეგ თავდასხმები, არც ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ამოქმედების შემდეგ შეწყვეტილა. უკრაინის გენშტაბის ცნობით დაფიქსირებულია 51 იერიში სასაზღვრო რეგიონებზე. შეთანხმების მიხედვით დროებით ზავს 9-11 მაისის პერიოდში უნდა ემოქმედა.